გაუ არის ის ადგილი, სადაც ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. აქ ყოფნისა და სწავლის პერიოდში გამოვიმუშავა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თვისება. აქ გავიცანი ისეთი ადამიანები, ვისთან ერთადაც განსაოცარი 4 წელი გავატარე და ეს დრო იქნება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლის მატარებელი. გაუ ჩემთვის ნიშნავს მეორე სახლს. ადგილს, სადაც 4 წლის განმავლობაში ზრუნავდნენ არა მხოლოდ ჩემს პროფესიულ განათლებაზე, არამედ პიროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, საკუთარ ოცნებებში, მისწრაფებებში, მიზნებსა და პრიორიტეტებში გარკვევაზე. გაუ რომ ერთი სიტყვით აღწერო, ეს იქნებოდა პროგრესი, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. გაუ ჩემთვის არის შესაძლებლობა მიიღო ხარისხიანი განათლება და იმ პოზიტიური გამოწვევებით მიაღწიო შენს კარიერულ წარმატებას, რომელიც ყველა სტუდენტის მიზანია. გაუს ერთი სიტყვით აღწერა რომ შემეძლოს ეს სიტყვა ალბათ ტრამპლინი იქნებოდა, რადგან უნივერსიტეტი გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ განვითარდეთ როგორც პიროვნულად, ისე კარიერულად. გაუ ჩემთვის არის ურთიერთობა, ეს არის ის სიტყვა, რომელიც ძალიანად აერთიანებს გაუს როგორც აკადემიურ, ისე სტუდენტურ სივრცეს. გასული 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი ისტორია მაქვს გაუსთან და ბევრი გასახსენებელი მომენტიც, თუმცა არ შემიძლია არ გამოვყო ესპანეთში სწავლის შესაძლებლობა. ჩემთვის ერთი საამაყო და დასამახსოვრებელი ისტორია არის ჰარვარდის ბიზნეს კონკურსები. საქართველოს მასშტაბით გავედით საუკეთესო 8 გუნდში და მაშინ მივხვდი პირველად რომ შეუძლებელი არაფერია. დაახლოებით 1 თვის წინ ჰაკათონზე გავედით მესამე ადგილზე გაუს სახელით და იდეაში მეორე ადგილზეც გაუს წარმომადგენლები გავიდნენ და ეს იყო ალბათ ჩვენი კურსის დაგვირგვინება. როდესაც გავიგე რომ გაცვლითი პროგრამით წავიდოდი ესპანეთში სასწავლებლად. 2 კვირის მანძილზე აქტიურად ვაწუხებდი დეკანს და ჩემს აკადემიურ მენეჯერს, რამე ხომ არ შეეშალათ, იმდენად დაუჯერებელი იყო ჩემთვის. აკადემიური თვალსაზრისით ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა ქალბატონმა დინა ასლამაზიშვილმა. რომელმა მალხას ხოჩტარიამ, რომელიც გახლავთ გაუს ერთ-ერთი სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელი. ბატონი გიორგი თუქფელიძე, ბატონი ბექა პაჭაძე, გიორგი გიორგობიანი, რომელიც მასწავლიდა მომხმარე ფეხსაცების საფუძვლებს. ჩემი სამაგისტრო თემის ხელმძღვანელი ბატონი გია ლილუაშვილი და აქვე არ გავიხსენო ბატონი ჯაბათებიძე, ქალბატონ ლალი დათაშვილს. ქალბატონ ლალის აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და მისი ყოველი ლექცია არის ძალიან საინტერესო, პროდუქტიული და თანაც სახალისო. ბატონი ბესო ტაბატაძე იყო ის ლექტორი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ განვითარებაში გაუში. გამარჯვებისთვის ცხოვრებასა და პროფესიაში საჭიროა 3 რამ. პირველი ამბიცია, ამბიციის საპირწონე შრომა და შინაგანი რწმენა. მიმაჩნია რომ მხოლოდ და მხოლოდ შრომის მოყვარეობითა და მიზანდასახულობით არის შესაძლებელი გამარჯვება როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში. დისციპლინა, გამბედაობა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. მაღალი პასუხისმგებლობა და შრომის მოყარეობა. ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლით და სირთულეების მიღებით, ვფიქრობ რომ ძალიან ძლიერდებით და სწორედ ეს არის გამარჯვებისთვის საჭირო. რომ ერთ დღეში ნამდვილად არ აშენებულა, მაგრამ წარმატებისთვის ამ ერთ დღეს, ერთ ნაბიჯს, ერთ პატარა აგურსაც თავისი მნიშვნელობა აქვს. ამდენად გამარჯვებისთვის საჭიროა დრო, მოთმინება და თანმიმდევრული შრომა. დანარჩენი ყველაფერი კარგად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ welcome party იყო, რადგან ძალიან ბევრს ნიშნავდა მაშინ ეს ჩემთვის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის welcome party როგორც ასეთი მე მეკუთვნოდა როგორც ერთ-ერთ სტუდენტს. სასიამოვნო ღონისძიება და მახსენდება პირველი კურსის ივენთი Underworld-ში, რადგან სწორედ ეს იყო ეს მომენტი, როცა პირველი ნაბიჯები გადავდგით ჩემს მეგობრებთან ურთიერთობაში და ამ პერიოდში შევეწყოთ ერთმანეთს. ზოგადად ვფიქრობ, რომ პროდუქტიული და წარმატებული სწავლისათვის საჭიროა შესაბამისი გარემო. გაუში კი სწორედ ის გარემოა, რაც მოტივაციას გაძლევს, რომ ისწავლო. გაუ იმიტომ, რომ ამ უნივერსიტეტში ყველა ადამიანი დაწყებული ადმინისტრაციიდან დამთავრებული თითოეული ლექტორით მართლაც მაქსიმალურად ცდილობს, რომ თითოეულმა სტუდენტმა ინდივიდუალურად მიიღოს ყველაფერი, რაც შეიძლება, რომ ადამიანის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დასჭირდეს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის დეკანს ბატონ ზაზა რუხაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის. ასევე გამოვყოფთი ქალბატონ ლალი წურწუმიას, ჩვენს აკადემიურ მენეჯერს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვედგა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გაუს ინჟინერიის სკოლის დეკანატს, პროფესორებსა და სტაფს, ასევე გაუს ერასმუსის ოფისის სტაფს, ყველაფრისთვის და მომავალ სტუდენტებს მინდა ურჩიო, რომ გამოიყენონ ყველა ეს შესაძლებლობა, რაც ამ უნივერსიტეტისგან შეიძლება მიიღონ. პირველ რიგში უდიდეს მადლობას გადავუხდიდი დეკანს, ბატონ თეიმურ კვარანჯაძეს, ყველა ლექტორს და ადმინისტრაციის წევრს, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემ განვითარებაში. სტუდენტებს კი ვეტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის შესაძლებლობების გამოყენება, რასაც უნივერსიტეტი აძლევთ მათ. ერთი მეილით კი შეიძლება ძალიან დიდი სულტანი იყოს მათთვის. მადლობა მინდა გადავუხადო გაუს პროფესორებს, გაუს სამართლის სკოლის დეკანს და გაუს მთლიანად ადმინისტრაციას, რადგან მათ ძალიან დიდი როლი მიუძღვით ჩემს ამჟამინდელ წარმატებაში. We are GAU. 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 We are GAU.